მიმდინარე წელს გავხსენით სოფელ გვარაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ყოფი საბავშვო ბაღი. ასევე წლის ბოლომდე იგეგმება სოფელ კვირიკეს ბაღის გახსნა. ნახევრად სიმართლე, ასე შეაფასა ჯეოფაქტსმა ირაკლი ცეცხლაძის ეს განცხადება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკესა და სოფელ გვარაში ბაღების მშენებლობაზე ხელშეკრულებები 2021 წლის სექტემბერში გაფორმდა. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 360 კალენდარულ დღეში, ანუ 2022 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. ორივე შემთხვევაში სახელშეკრულებო პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. თუმცა შპს build management-მა ვალდებულება ვერ შეასრულა და შემსყიდველმა მასთან ორივე კონტრაქტი 2022 წლის 27 დეკემბერს შეწყვიტა. შეუსრულებელი ხელშეკრულებების შემდეგ გვარასა და ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობაზე შესყიდვა რამდენჯერმე გამოცხადდა. გვარას საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, თუმცა გაიზარდა როგორც პროექტის ღირებულება, ისე ჩაბარების ვადა. გაზრდილია ქვედა კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობის ფასი და ვადებიც. აღნიშნული ობიექტი 2025 წლის სექტემბერში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობა ჯერაც მიმდინარეობს. ამდენად განცხადების ავტორს მშრალი ფაქტები მოჰყავს და ბაღების მშენებლობაზე მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში საუბრობს. და მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დღემდე თან ახლავს, ყურადღების მიღმა ტოვებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ჯეოფაქტსი ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში და მანამდე გამოიწერეთ ეს არხი, დაელოდეთ სხვა ვიდეოებს.